ტელეიმედის დილის პროგრამამ ფოტოკონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებული გამოავლინა. დედა სიდონიას ფოტონამუშევარი ლიდერი 499 ხმით გახდა. სურათი საბერძნეთის ერთ-ერთ ისტორიულ მონასტერში სპონტანურადაა გადაღებული. ფოტომოყვარულს სულ 12 ნამუშევარი ჰქონდა წარმოდგენილი. დედა სიდონია 5 წელია საბერძნეთში სწავლობს და მოღვაწეობს. ის დიდი ხანია ფოტოებს იღებს და საბერძნეთის ერთ-ერთ მონასტერში ფოტომატიანეს ხელმძღვანელობს. ტელეიმედმა გამარჯვებული მრავალფუნქციური საოფისე მოწყობილობით დააჯილდოვა. ფოტომოყვარული ჯილდოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ ჯგუფს გადასცემს. ფოტოკონკურსი დეკემბრის ბოლომდე გასტანს. ახალი გამარჯვებულები ყოველი კვირის ბოლოს გამოვლინდებიან. წლის ბოლოს კი ფინალისტები მონაწილეობას სუპერ პრიზის გათამაშებაში მიიღებენ. საპატრიარქოში ჩვენ გვაქვს ერთ ახალგაზრდული ჯგუფი 40-მდე ბავშვია. ბავშვები რო ნახულობდნენ ხოლმე ჩემი ახლობლები ბევრი იღებს ფოტოს. როცა ნახულობდნენ ამ ფოტოებს, მირჩევდნენ რომელიმე საიტზე განმეთავსებინა და ჩვენი ერთ-ერთი ახლობელია ნინა აბაშიძე, რომლის საიტზედაც იდებოდა ხოლმე ჩემი ფოტოები და ეს კონკურსიც რომ გამოცხადდა, მე შემითანხმეს მართალია, მაგრამ მე არ დამიდია ეს ფოტო, თვითონ ბავშვებმა განათავსეს საიტზე. ათეულში რომ მოხვდა, მე უკვე რაღაც მეტ სურვილი გამიშდა, რომ გამარჯვებულიყო.